ადამიანისთვის, როგორ იპოვოს ადამიანმა საკუთარი სტილი. ანუ შენი ჩაცმულობა განსაზღვრავს შენს შინაგან მდგომარეობას. დაკარგული მზე. ეს კოლექცია რას ეხმიანება? მე მწამს და მჯერა, რომ იქ ფერადი კოლექციით დავბრუნდები. რა იყო ყველაზე მკაცრი კრიტიკა შენი ბრენდის მიმართ და იყო თუ არა სამართლიანი? გიჟდები თქვენზე. ძალიან მიყვარხართ. იცით რატომ? ჩვენი გადაცემების ციკლი გრძელდება, Quora for you უბრუნდება საკუთარ მაყურებელს და სთავაზობს ყველაზე საინტერესო სახალისო ინტერვიუებს. უყურეთ, გამოიწერეთ Quora for you YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის დიზაინერი, უმაგრესი ადამიანი, სამეგრელოსთვის საამოყო ადამიანი სოფიო ხარჩილავა. მისი ბრენდის შესახებ მინდა გესაუბროთ და იმ საინტერესო მოგზაურობაზე, რაც ბოლო პერიოდში სოფიამ ჩვენს ქალაქს მოახვია. დავიწყოთ სოფიო, ვინ არის ამ პერიოდის განმავლობაში შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი? მოგესალმებით. მე მაინც წარვადგენ ჩემს თავს, მე ვარ სოფია ხარჩილავა, დიზაინერი და ბოლო სამკვირა ვამატებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას. ბედნიერი ქალი. გვაინტერესებს ყველაზე მეტად ვინ არის ჩემი გულშემატკივარი? ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი. ყველაზე დიდი გულშემატკივარი ეს არის ჩემი რწმენა. რწმენა, რომელიც მთელი ცხოვრება იყო ჩემში, ჩემთან, ჩემთვის და ჩემზე წინ. პიროვნული ადამიანებიდან გამომდინარე, ვის გამოარჩევდი მაინც? ბევრია. და არ შეიძლება გამოყო ერთი, იმიტომ რომ მაგრამ ზურა განსაკუთრებულია, ეს უნდა აღვნიშნოთ. ზურა განსაკუთრებულია, ეს უნდა აღვნიშნოთ. გეთანხმები? მადლობა გიო. ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც კი ხედავ ყველანაირ საქმიანობაში, ასე ვთქვათ, იგრძნობა ზურას მხარდაჭერა. ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა. ზურას ვეძახი ჩემ ფარამ ანგელოს. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც 11 წელია ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა სტაბილურობა, რომელშიც არის შემოქმედებითი ქაოსი, რომელშიც არის სიყვარულის ქარბორბალა და ჩვევა აზრი, გააზრება იმის, რომ ნახე როგორ არის ბედნიერება ბევრია. ბევრი ბედნიერება არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არის ერთი მთავარი. ნეკნის ბედნიერება. აჰა, როგორი უნდა იყოს მეორე ნახევარი? შენ გახედე შენს შეყვარებას. ოკეი. ხო, ჩემი ნეკნის ნახევარი. დაუბრუნდეთ თქვენს პროფესიონალ საქმიანობას და რომელიც ყველაზე აქტუალურია და მნიშვნელოვანი ყველა ადამიანისთვის. როგორ იპოვოს ადამიანმა საკუთარი სტილი? სტილს პოულობ მაშინ, როცა საკუთარი ხმა გესმის. როცა პერსონა ხარ და გონია რომ ჯერ პერსონა დაინახო შენს თავში, შენი ხმა გაიგო და აი ამას უკვე მოყვება სტილი. როგორ მოქმედებს საერთოდ სტილი ჩაცმა ადამიანის თვითშეფასებაზე? ძალიან მოქმედებს, იცი რატომ? განა იმიტომ რომ მე ვიღაცას ვაჩვენო ან დავუმტკიცო რომ მე ბრენდი მაცვია. აქ ბრენდზეც არ არის საუბარი, აქ არის სტილზე საუბარი, ხო? ეს შენი სულის ენა არის ამოსელი. ანუ შენი ჩაცმულობა განსაზღვრავს შენს შინაგან მდგომარეობას, განსაზღვრავს შენს კულტურას,
განსაზღვრავს შენს მიმდინარეობას, განსაზღვრავს შენს ტიპაჟურობას და ძალიან ბევრს ნიშნავს ამისელი. რა დონეზე მნიშვნელოვანია მაგალითად ინტერვიუს დროს ჩაცმულობა? მნიშვნელოვანია. როგორ ასე ვთქვათ, როგორ აქცევს HR-ი მაგას ყურადღებას? დიზაინერის თვალსაჩინო როგორ პირიქით რომ ნახოთ. ინტერვიუ, პოდკასტი თუ გადაცემა თუ ნებისმიერი რამ, როცა იმისთვის იწერება, რომ ეს გავიდეს ეკრანზე, ხო? ან სამსახურებრივი ინტერვიუ. სამსახურებრივი. გასაუბრებაზე რომ. ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემთან რომ გასაუბრებაზე მოდიან, მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი. ჩემთან რომ გასაუბრებაზე მოდიან, პირველი რასაც ვუყურებ, როგორ აცვია. თვითონ პიროვნებას როგორ აცვია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, რომ მისი ჩაცმულობით ვგებულობ ადამიანს. მის სისადავეს სულში, მის ბრდღიალებას, ყველაფერს აბსოლუტურად პირველი რაც არის, ეს არის სამოსელი, რომელიც აკეთებს იდენტობის შეფასებას. ნამდვილად. ყველამ გაითვალისწინოს, ვინც გასაუბრებაზე მიდის, პირველ რიგში ის უნდა ჩაიცვას, ისე უნდა ჩაიცვას, როგორც მის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როგორც ეკომფორტულება, მაგრამ მე გაითვალისწინოს სოფიოს რჩევები. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რა ხდება, როგორც საჩუქარს ფუთავ. როცა სადმე მიდიხარ, სტუმრად მიდიხარ და მიგაქვს საჩუქარი. როგორი კარგი საჩუქარიც არ უნდა იყიდო, რა შვები, ხო ფუთავ. რა თქმა უნდა. რომ ლამაზად მიართვა. ხო? შეფუთვას გარკვეული ის აქ წინა სასაჩუქრე მნიშვნელობა, ხო? რა არის? რა არის და ზუსტად ასეა, თვითონ ხართ თქვენ საკუთარი სულის შემფუთველები და ისე შეფუთეთ, რომ გამფუთვისას მიგიღონ. ნამდვილად. პოპულარული ბრენდი ხარჩი და ამ ბრენდის მთავარი ფერები რომელია? ამ ბრენდის მთავარი ფერები რომელია? ზოგადად ბრენდი ცნობილია თავისი სიფერადით და მე თანხმები, ხო? როდესაც ხარჩიზეა საუბარი, ქვეცნობიერში ყველას მოსდის, ფერთა პალიტრა, რაღაცა ძალიან ბევრი ფერი. მაგრამ თვითონ ბრენდს აქვს თავისი ფერები, ეს არის შავი, ოქროსფერი, ზისფერი და თეთრი ფერი. ნათელი ფერები უფრო. შავი ხა ყველას და არის თუ არა ეკომეგობრული. და ზრუნავ თუ არა გარემოზე. ეს სერტიფიკატები ყველას. ეს არის გრემი პარიზიდან, რომელიც გადმოეცა სოფია ხარჩილავას ბრენდ ხარჩის, როგორც მეორეული წარმოების საუკეთესო ბრენდს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავდება სიტყვა მეორადი და მეორეული წარმოება ერთმანეთისგან. როდესაც რაღაცა იკერება, იჭრება, ხო? ძალიან ბევრი ნარჩენი რჩება რა. ნარჩენი, რომლისგანაც იხრჩება დედამიწა. ნამდვილად. ხო. და ზუსტად ჩვენი მიმდინარეობა და მიმართულება ჩვენი ბრენდის არის ძალიან განსხვავებული და საინტერესო იმით, რომ ამ მეორეული ნედლეულით ხდება ქსოვილების წარმოება. და ხარჩის აქვს საკუთარი ქსოვილები. ამით არის ძალიან ძლიერი, ამით არის ძალიან ცნობილი. არ არის სწრაფი წარმოების ბრენდი ხარჩი, არის slow fashion-ი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში, დღევანდელ მოდის ინდუსტრიაში და ზუსტად ეს slow fashion-ი პასუხობს იმას, რომ ეს არის მდგრადი განვითარების მიმართულება და ძალიან ეკომეგობრული ვართ.
სუპერ, მეც მივესალმები ეკომეგობრულობას, გარემოზე სრულნვას. მოკლედ მილანის მოდის კვირეულზე, როცა მოდა ხდებაო ხასიათი. რას ნიშნავს ეს შენთვის? ზოგადად ჩემთვის მოდა ხასიათია. იმის მიხედვით იქმნება კოლექციაც და ერთ-ერთი კოლექცია, ერთ-ერთთაგანი არის Space Between Us. რა იდეას ატარებს? მანძილი ჩვენ შორის. ვინმე სხვა არ უკავშირდება? არა, ნახე, როგორ არის. პოდიუმზე ზოგადად გაყავთ ხოლმე არა, სტანდარტების მიხედვით, წელს შეიცვალა რაღაცა დოზით, ახალგაზრდა მოდელები. 50 წლის მოდელი ძალიან იშვიათად ახლა რომ პოდიუმზე გადიოდეს. თუმცა წელს უკვე რაღაცა ტენდენციური გახდა ეს ყველაფერი და ძალიან მიხარია რომ მე ამ ყველაფერს დავასწარი და უფრო ადრე დავიწყე ეს ყველაფერი. და აი ამ კოლექციაზე მილანში გადიოდა სხვადასხვა ასაკის ლამაზმანები. 18, 20, 25, 30, 40, 50. ყველა სხვადასხვა ასაკის იყო. ასაკობრივი მანძილი გულისხმობთ ხო ძირითადად? ასაკ შორის რომ ეს არ არის მანძილი, ეს არის სივრცე. გავლილი შენამდე და გავლილი ჩემამდე. ეს არის ჩემი ღირებულება, რომელსაც მე აღარ ვამტკიცებ, რომ მე ეს ვარ, არამედ მე ჩემი ასაკით ვამბობ, რომ მე ვარ. დაკარგული მზე. ეს კოლექცია რას ეხმიანება? ცოტას ვილაპარაკებ, ოკეი? ამ კოლექციაზე ვერ შემოვიფარგლები აი ორი სიტყვით. Lost Sun ეს იყო ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი კოლექცია ხარჯის ისტორიაში და ეს ჩვენება მიეძღვნა სოხუმს. მოდი ეს რაღაცას მოვყვები. ერთხელაც დავწერე, რომ გადავწყვიტე სექტემბერში იყო ეს ჩვენება, რომ გადავწყვიტე, რომ დაკარგული მზე სოხუმზე უნდა გამოკეთებინა კოლექცია. მე ესეთი დავდე სტატუსი ფეისზე, რომ ვისაც სურს მესიჯი გააგზავნოს, შეუძლია მოვიდეს, სახელოსნოს კარი ღია და თავისი გვირისტი დადოს ქსოვილზე. იმ დღეს რამოდენიმე ადამიანი გადმოვიდა აფხაზეთიდან, მეორე დღეს და მესამე დღეს. პირდაპირ კავშირი და ასე ვთქვათ მეილიც, მესიჯით გავგზავნეთ ჩვენს ძმებს. რა თქმა უნდა. და საჩუქრად გადმომიტანეს აფხაზეთიდან ნაჭერი. აია. ეს იყო ყველაზე ძვირფასი ქსოვილი, რომლისგანაც ოდესმე რამე შემიქმნია. ეს იყო შავი ნაჭერი, რომლისგანაც შეიქმნა შავი ტრენჩი. არ ვიცი, რა უნდა დავადო, რომ ოდესმე გავყიდო. მაგრამ ხო, ამდენი კოლექციის შექმნის შემდეგ ხო იღებენ ასე ვთქვათ ნიმუშებს, აი მსგავს, ეხა ორიგინალ ერთხელ გაყიდი კი, მაგრამ სხვას რომ მოუნდეს მსგავსი ის ჩაცმა? ჩვენი ხელწერა. მასობრივ იმაზე ჯერჯერობით არა. რაღაცა დონეზე ვფიქრობ, რომ მასობრივ ჩაუშვებ და ეს იქნება ყოველდღიური სპორტული სამოსელი, იმიტომ რომ ჩემ მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ აი ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ ინტერვიუს დაწყებამდე, რომ შეიძლება იყოს ერთ-ერთი მარათონი და ზუსტად აი ეს მივაბა აი სპორტული კოლექციის წარმოება და სოხუმზე მინდა ვილაპარაკო, რომ ამ ჩვენებისთვის ძალიან დიდი ემოციით შეიქმნა ქსოვილები. ამ ჩვენებისთვის აფხაზეთიდან გადმომიტანეს ლიმონი. და აი ეს აფხაზეთის ლიმონები იყო ჩადებული იმ ჩანთებში, რომლებიც ჩვენებაზე გადიოდა. იმ დეტალები არის გათვლილი, ხო? ხო, აი დეტალებში. ეს იყო მესიჯი, რომ დღეს არ არის ეს მზე ჩემი, მაგრამ ჩემშია მიყვარს და მე მწამს და მჯერა, რომ იქ ფერადი კოლექციით დავბრუნდები. აუცილებლად 100%-ით. საინტერესოა და თან ყველაზე დიდი мотиваციაც ესე შეიძლება იყოს ცხოვრებაში, რომ ეს მთელი კოლექცია პირდაპირ სოხუმის მზის ქვეშ გაატარო. და კიდე რა მინდა ვთქვა, რომ პირველად ეს კოლექცია ვაჩვენე პარიზში. და ძალიან სარისკო იყო, რამდენად გაიგებდა ამას პარიზი.
პარიზის აუდიტორია. ხო, გაიგო. საოცარი სტატია დაწერა ვოგმა. ჟურნალ ვოგში დაიწერა. არ ვიცი, ვისაც აინტერესებს, შეუძლია შევიდეს ხარჩის გვერდზე, სოფია სონია ხარჩისთან და გადაათვალიეროს ეს ყველაფერი. კი, ამ ვლოგის შესახებ ლინკიც დაერთვება ჩვენს YouTube არხს. ერთ-ერთი მთავარი კოლექცია, რომელიც და განსხვავებული, ასე ვთქვათ, სხვებისგან, ჩატარდა ჩინეთში. უთქმელი, მამაკაცი თეთრი კაბით. და რა იყო ეს? რა სეხმიანებით? მამაკაცი თეთრი კაბით. ულამაზესი სანახაობა იყო. ყველაზე განსხვავებული, მე მგონი. ყველაზე განსხვავებული, რაც კი ყოფილა. ახსნი. თვითონ ჩვენებას ერქვა unspeakable უთქმელი. და ოპერით იწყება ჩვენება და გამოდის მამაკაცი თეთრი კაბით თეხში შველი, რომელიც ცეკვავს სამყაროსთვის. სამყაროსთვის არ აქვს მნიშვნელობა. სულს მამაკაცის სულია თუ ქალის სული. საწყისი არის ერთი ფორმულა ადამიანი. ოკეი, პიროვნება. ჩემთვის ეს მამაკაცი ქალის კაბაში იყო ძალა და სინაზე. ეს იყო კაციდან ქალი. ჩვენს რელიგიაშიც ასეა, რომ მამაკაცი კაციდან ქალი შეიქმნა. ზუსტად ეგ იყო, რომ სამყაროსთან იცეკვა. საოცარია და ზუსტად ეს ამ ვიდეოს შესახებ მცირე რაკურსით ვაჩვენებთ ჩვენს აუდიტორიას. რაღაც საოცარი ენერგია მოდის. მადლობა. და შემდეგ როგორ გრძელდება? შემდეგ აი ამ ცეკვის მერე გრძელდება ნაცრისფერი და თეთრი სამოსელი. ეს არის ნათელი აზრები. აზრები, რომელიც ყველა ადამიანშია, სინათლე, რომელიც გარედან ჩანს. მე აი ამ თეთრის მერე გამოდის შავი ლუქები. ეს არის ზუსტად ის დაფარული, დამალული, ინტიმური ბრაზი, რაღაცა ის, რასაც ჩვენში უმალავთ, მაგრამ ისიც ლამაზია, იმიტომ რომ ჩვენია. და მე ამას გამოყვა ყვითელი ლუქები, ეს იყო მზის სხივები, ეს იყო სინათლე და ბოლოს მოდის ლუკი, რომელიც არც ფრინველი, არც ადამიანია, არც ქალია, არც კაცია, რაღაცა უცნაური, რომელსაც დავარქვი მზის სული. საინტერესოა. ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო და გავაგრძელებ ერთ რამეს ვიტყვი, ოკეი? რომ ჩემი ჩვენებები ეს არ არის დეფილე მხოლოდ. შემქმენი სამოსელი და გავიტანე. ეგ არის მინი სპექტაკლები, ეგ არის პერფორმანსები, ანუ ისტორიას ვყვები. ხარჩის ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს ზუგდიდელ ირდასთან. ეს საუკეთესო წარმოადგენელი ჩვენი კუთხის ირინა ყორშიაც და თქვენი კოლაბორაცია როდიდან დაიწყო და რა ეტაპზეა ამ ეტაპზე? ძალიან ახალია. მილანში ჩატარდა Milan Fashion Days ეგიდით შოურუმი გაიმართა მილანში. ორგანიზატორი იყო Milan Fashion Day და წარმოდგენილი იქნა ირდაც. ხო, მკითხეს ესეთი რაღაცა დაგვირეკეს და Georgian Fashion Week-ის დამფუძნებელი იყო ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ამ ყველაფრის და ხაბატონ თინათინ მაღალაშვილმა მკითხა რომ სოფი ვინ არის შენთან სამეგრელოში ვისი წარდგენაც
შენ გიამაყება მილანის შოურუმში. და ესე უპირობო და უფიქრებლად ვრეკავ ირინასთან. ირინა ამას იმსახურებდა. ნამდვილად და საუკეთესოა, მინდა ირინასაც გარკვეულწილად ჩვენ გადაცემით რეკლამა გავუკეთო და ეს მისი პროდუქცია წარმოდგენილი არის ზუგდიდი მოლში. ერთი პატარა კუთხე ლამაზია და მისი უმაგრესი ნატურალური ტყავით შემკობილი ჩანთები არის წარმოდგენილი. ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვინც შენი ბრენდით გამოსულა, ან შენი ბრენდი ჩაუცვამს მსგავსი ისტორია, რომ მოგვიყვე. ჩვენ მე და ხარჩი ჩვენ არ მუშაობთ სახეებს. ჩვენ ვქმნით და ჩვენ ვქმნით სახეებს, შეიძლება ასე ითქვას. და უამრავი სახით შექმნა უკვე. დიახ, უამრავი სახით შექმნა. ძალიან ბევრი ზუგდიდელი წარმოაჩინა არა მხოლოდ ჩვენს fashion week-ებზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით, პარიზი, მილანი, ჩინეთი, რა ვიცი, ამერიკაშიც იყავით. და ამ ყველაფერს ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ჭირდება. როგორ უმკლავდება ბრენდი მსგავს გამოწვევებს? უმკლავდება. ყავს თუ არა სპონსორები? სანამ კითხვას დამიშო. არა. ბრენდი უმკლავდება, იმიტომ რომ ბრენდს უკვე აქვს რესურსი, თვითონ უპასუხოს ამ ყველაფერს. ძალიან კარგი წარმატებები და მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი თვითონ უმკლავდება ამ ყველაფერს, მოკლედ დაფინანსების მიღებაც აქტიურად შეუძლია და ხარდაჭერაც. როგორია დღევანდელი მოდის ტენდენციები? არის თუ არა ინდივიდუალურობის მხარდამჭერი? არის. და განსაკუთრებით ხარჩი, ამაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ვიცი, რომ გარკვეულწილად რეალურად პიროვნებაზე არის აგებული. როგორ არის იცი, ხარჩი არ მისდევს მოდის ტენდენციებს. ხარჩი თვითონ ქმნის თავის მოდას, თავის ტენდენციას, იმიტომ რომ ხარჩის აქვს ენა. სალაპარაკო ენა და ეს ენა არის მთავარი ბრენდში. ყოველთვის სათქმელს ჩვენს სათქმელს ვმოსავთ. რა შეგიძლია გითხრა ჩვენი ქალაქის მოდაზე, როგორ რა მოქმედებს, რამდენი ფაქტორი და საერთოდ როგორ უყურებ, როგორ იცმევს ზუგდიდელი მოსახლეობა? ზოგადად ცნობილია, რომ ზუგდიდში ჩაცმის კულტურა high level-ზეა, ხო? დამთანხმდა. ნამდვილად. ეს ძალიან ცნობილი ფაქტია მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ ზუგდიდში ჩაცმის კულტურა აბსოლუტურად განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. მე არ მიწყენს არც ერთი სხვა ქალაქი. ნამდვილად. არ მიწყენთ, ვერ მიწყენთ, იმიტომ რომ ეს ასეა. 100%-ით გეთანხმები. დღევანდელ მოდას ფული უფრო მართავს თუ კრეატივი, აი როგორც ჩვენ შემთხვევაში უფრო ხედვა იმისა თუ რა იქნება მომავალში. ერთიც საჭიროა და მეორეც. ერთი ნორის გარეშე არ გამოდის და მეორე პირველის გარეშე. ორივე ერთნაირად არის. მაგრამ მაინც მასობრივი წარმოება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და მასობრივი წარმოება მაინც ბევრად ადვილია ვიდრე slow fashion. და იქ ხელოვნების წარმოჩენა უფრო ნაკლებად ალბათ. რომელი არის მაგალითად მსოფლიო ბრენდი, სადაც ასე ვთქვათ მასობრივია, მაგრამ ხელოვნების ნამუშევარი იგრძნობა. მასიურ წარმოებაში ვერ ჩანს. აი მაგალითად რა სიტყვები ბალენსიაგაზე? ბალენსიაგა დემნამდე სხვა იყო. სხვა იყო, სულ. აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ბალენსიაგა ის რაც დღეს მოგწონს, ეს არის დემნა. უფრო უკეთესი გახდა? და არა ბალენსიაგა. ნახე, ვერ იტყვი უკეთესი გახდა, ვერ იტყვი ცუდი გახდა. იმიტომ რომ მან დნმ-ი შეცვალა. ვიღაცას მოსწონს ეს დნმ-ი, ვიღაცას არ მოსწონს. ვიღაცა აღფრთოვანებულია იმით, რაც შექმნა, ვიღაცა არა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დემნა არის ძალიან მაგარი ჭკვიანი ტიპი, რომელმაც
მოდად გადააქცია საქართველოს ყველაზე რთული პერიოდები და მსოფლიო აიძულა, რომ ის რაც ჩვენ გვტკიოდა, ჩაიცოდა ამაში ფული გადაეხარა. ყველაზე განსხვავებული სტილით სტილით გვაჩვენა. შეიძლება ზოგისთვის გენიოსია რა. კივნეულიც აღმოჩნდა გარკვეული მისი კოლექცია, მაგრამ მაინც მე გენიოს დავარქმევდი გვასალიას. ასეთი გენიოსები და გენიოსებს ჭირდებათ მხარდაჭერა ჩვენთან და განსაკუთრებით სამეგრელოში არსებულ დიზაინერებს და რას ეტყოდი, რას ურჩევდი მომავალში ჩვენს დამწყებ დიზაინერებს. რას ურჩევდი? პირველ რიგში იმას, რომ მოდის სახლები არ იქმნება 1 წელში, 2 წელში და 3 წელში. გირჩევდით იმას, რომ სიყვარულით შეიყვაროთ თქვენი რწმენა. თუ შენში არ დევს მომავლის ხედვა 30 წლის მერე ვინ ვიქნები, ვინ იქნება ჩემი მოდისახლი, მაშინ არც კი დაიწყოთ. დარჩით კერავებად. ძალიან რთულია, თან ძალიან რთული. გეთახმა, შრომა უნდა, სწავლა უნდა, განვითარება უნდა. ყველაფერი ამაში უნდა ჩადო. ეს არ არის მარტო ის, რომ მე კარგად ვკერავ. შენ შეიძლება კარგად კერავდე, ხედვაც გქონდეს, მაგრამ ვერ გახდე მოდისახლი. იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი შრომა და თავგანწირვა უნდა. ბრენდს ჭირდება ისტორია. 2 და 3 წლის ბრენდი პატარა ისტორიით არ არის მყარი და არ არის ფუნდამენტური. მოდით ცოტათ კრიტიკულად რომ მივდგეთ, რა იყო ყველაზე მკაცრი კრიტიკა შენი ბრენდის მიმართ და იყო თუ არა სამართლიანი? ძალიან ხშირად მithქვამს და ვამბობ, რომ ყველა ის ადამიანი მიყვარს, ვინც ოდესღაც ჩემზე თქვა, რომ არაფერი არ გამოვა. და გიჟდები თქვენზე. ძალიან მიყვარხართ. იცით რატომ? მაჩვენეთ საკუთარი ძალა. მაიძულეთ შიგნიდან ამომეღო და მეპოვნა ჩემი შესაძლებლობები. რომ არა თქვენ, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან დიდი მადლობა მათ, ვისაც ჩემი ოდესღაც არ გჯეროდათ. გარკვეულწილად კრიტიკაც საჭირო ყოფილა. აუცილებელია. ესე იგი რაღაცას რო ქმნი, მისი მინუსი და საკუთარი შვილად გახდომა მე შეიძლება ვერ გაჩვენებს მის მინუსებს. შესაბამისად კრიტიკოსი კარგ მიმართულებას ქმნის. ძალიან აუცილებელია კრიტიკა. ჯანსაღი კრიტიკა და არა ლანძღვა და ბულინგი. რა თქმა უნდა, ეს ნომერ პირველი. აი უნდა განვასხვაოთ. კრიტიკულად უდგები და შენ მე მაჩვენებ გზას და მაჩვენებ იმას, სად გავიზარდო და რაში გავიზარდო? თუ მლანძღავ, იმიტომ რომ საქართველოში ცოტა გვეშლება. ეს ჩვენ საზოგადოებაში რეალურად ასეა. ხო. კრიტიკასა და ლანძღვას ვერ ასხოვებს ხალხი. და მე პირადულზე გადადიან და იმას ვერ ფიქრობენ მომავალში, რომ მე რეალურად თუ ამ ქალაქში ცხოვრობ და შენივე თანამემამულეს, შენივე ქალაქელს ასე უარყოფითად მოიხსენიებ, ხვალ რომ გამარჯობა გაქვს სათქმელი და მომავალში ერთად რომ დაიცხოვროთ, მაგაზე უნდა ვიფიქროთ. ზოგადად ეცი რა არის ყველაზე ხშირი, ჩემს მიმართ იყო ძალიან ფერადია. ძალიან ფერადია, ხო? ძალიან ფერადია და აი ეს ჩემი სიფერადი არის ყველაზე დიდი ნიჭი. იცით რას გეტყვით? ძალიან ადვილია ორ ფერში და სამ ფერში ითამაშო და შექმნა კოლექცია. ყველაზე რთულია ერთ კვადრატზე, 1 მეტროზე დაატიო 10, 20, 30 ფერი, ისე რომ დისბალანსი არ ჩანდეს. და აი ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში მოდიოდეს. ამიტომ მე მიყვარს ჩემი სიფერადე, მე მიყვარს ჩემი სიჭრელე. იყავით ფერადები რა. იყავით ფერადები და შექმენით ხელოვნება.
სოფიო, ცოტა ოჯახური თემისკენ გადავიხაროთ. იყო სოფიოს რძალი, არ არის რთული, როგორ თქვა, მარტივი. ესა მარიამმა. როგორ უდგები? რა იგულისხმება? ესე კარგი იქნებოდა თავად მარიამისთვის გვეკითხა, რას გულისხმობდა ამაში. მე კი ვგრძნობ ის, რას გულისხმობს. და ძალიან კარგად მესმის, რას გულისხმობდა ამ ყველაფერში. ვფიქრობ, მან იგულისხმება, რომ სიმაღლეზე სიარულის ნიჭი უნდა ქონდეს. ეს მრავალსაუკუნოვანი რძალდედამთილური ურთიერთობებია. ბევრი რაღაცა განაპირობებს. ჩვენ ძალიან ტკბილი ურთიერთობა გვაქვს და დღემდე აი ეს ლამაზად გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ანუ როგორ არის იცი? არ არის ჩვენი ურთიერთობა ესეთი როგორიც ვთქვათ წესით უნდა იყოს. ანუ ჩვენთან ხო ყველაფერს წესი აქვს. ხო. ხო. დოგმები, ნორმები. ჩვენთან არა. თავისუფალი? ის ნახე როგორ არის, ჩემთვის მარიამი არის იგივეს გავიმეორებ, შვილი. როგორც შვილთან მიმართებაში ხარობ დედა და გიხარი ამისი ყველა წარმატება და გინდა რომ უფრო მეტი და მეტი იყოს, ხო? ახლა რომელ დედას უნდა რომ შვილი მეტი არ იყოს, არ მითხარით დედა. ნამდვილად. აი ვერ ვანცხოვებ მარიამს ნიკოლოზისგან და გაბრიელისგან. ამიტომ მე იმას კი არ ვითხოვ, რომ გინდა არ გინდა შენ უფრო მეტი უნდა იყო. უბრალოდ მევასება ადამიანები, რომლებიც ესეთი იზრდებიან და აქვთ მოთხოვნა გაზრდის. ნამდვილად. ნუ მარიამი ერთ-ერთია. საუკეთესო შეფასება. ხო, ძალიან ესეთი ტიტინა, ჭკვიანი, ლამაზი, განსაკუთრებული მზე გოგო მყავს და აი მე მჯერა რომ გაბრიელის ცოლიცა ესეთი საუკეთესო რა შეიძლება რაღაცა ცუდად გამომდეს ეს სიტყვები მჯერა რომ აი ესეთივე მზე შემოციცინდება რა ჩვენს დიდი იმპერიაში როგორია სოფიო ხარჩილავას სამოქალაქო აქტივობა გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან და უამრავი სხვა პრობლემებიდან გამომდინარე როგორ ეხმიანება სოფიო ყველაფერ ამას? ჩემს ჩვენებებში. ჩემს ჩვენებებში 100%-ით ჩანს. იმიტომ რომ ერთ მომენტს გავიხსენებ. კარგი. ბოტანიკური ბაღის წინ კიდევ უფრო აქეთ ქალაქისკენ გადავწყვიტე გამაკეთებინა ჩვენება, ოღონდ ძალიან განსხვავებულ რაკურსში, ეს იყო როგორ BMW-ს მანქანებით განათება ხმაური BMW-ს ღუღუნი, ხო ხვდები ხა BMW-ს ჩვენთან როგორ ღუღუნებს მანქანის ბოლი, ხმაური, რაღაცა მუსიკა, დრონი და ეს იყო საოცარი ჩვენება, სადაც გავიტანეთ 15 ადგილობრივი ქალბატონის მიერ შესრულებული ტექსტილით შექმნილი ნამუშევრები. აი ეს იყო სვლა ევროპისკენ. სვლა ევროპისკენ. ხო. და მახსოვს იმ დღეს მომივიდა მესიჯები, რომ შენ და ეს და შენის და ერთი ტრანსპარენტი გამოგეტანა, რომ არა რუსეთს და ნუ. ხო, ხო. კარგით რა. იცით რა არის? პირველად უნდა ნახო ევროპისკენ მიმავალი გზა და ეს წარმომაჩინა ბრენდმა და ახლა 9 წლის წინ როცა ზუგდიდელი ბავშვები წავიყვანე მთელი ჯგუფი დიდები, პატარები, სადღაც 30 და ეროვნულ სამოსელში ჩაცმულებმა მოვაწყვეთ სვლა ეიფელის კოშკის წინ
და შემდეგ ჩვენებები ვერონაში, კანში, ნიცაში, მონაკოში. მაშინ რატომ არ მითხრა არავინ, რომ ვაუ, ბრავო, რომ ევროპაში გაგაქვს ქართული სული. იცი, ჩემი სვლა, ჩემი ხედვა ეგ ევროპა არის, ხო? ისედაც ჩანს, ისედაც ეტყობა ყოველ ჩემს აქტივობაში, ხო? ნამდვილად. ყველა ადამიანმა თავისი პროფესიით უნდა გამოხატოს, თავისი სიტყვა მიასე მესმის. ბოლო პერიოდში გარკვეულწილად პრობლემა იჩინა ჯანმრთელობის კუთხით. რა პერიოდს გადიხარ, როგორია ეს მარათონი და ამ შემთხვევაში როგორ მკლავდები ამ პრობლემას? ძალიან თუ პერიოდს გავდივარ და მინდა მადლობა გითხრა, რომ არ ვიცი რატომ გადაწყვიტე, რომ ყოფილიყო ახლა ამ წუთას სოფია, შენი რესპონდენტი და ჩაგიწერა პოდკასტი, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახლა. ერთწლიანი შესვენების შემდეგ პირველი, თან პირველი, ხო? მადლობა ამისთვის. გავდივარ ძალიან მძიმე პერიოდს. ძალიან რთული გახდა ჩემთვის ამ ყველაფრის მიღება. და თუმცა როგორ მივიღე იცი ეს ყველაფერი, რომ აი სიჩქარე რაც ბოლო 1 წელი მქონდა აკრეფილი რაღაცა ეს ასეთი არამქვეყნიური სიჩქარე დავანელეთ. ალბათ ძალიან დიდი ენერგიაც დახარჯეთ. აი ბოლო პერიოდში უბრალოდ არ ვიცი, ხან იტალიაში, ხან ჩინეთში, ხან ამერიკაში, ხან პოზიტანოშიც იყავით. ხო, და ეხლა ეს არის სიჩქარის დანელება, კიო. აი ზუსტად ვიცი, რომ აი სამყარომ რაღაცა დოზით დაანელა ჩემი სიჩქარე და ვფიქრობ, რომ უფრო ახალი ადამიანი იბადება, პერიოდია, როდესაც იბადება ახალი პერსონა. იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გადაფასება მოხდა ამ 2 კვირაში. ბევრ რამეს არა, აბსოლუტურად სხვანაირად ვეცი პატივი სოფიას. დავინახე მისი შრომა. და იმდენად დაუფასებლად ვექცეოდი ჩემს სოფიას, რომელმაც 26 წლიანი გზა გაიარა აი ესე მუხლ ჩაუხრელმა. ხელოვნება გარკვეულწილად მსხვერპლს მოითხოვს. ძალიან დიდ მსხვერპლს. და ჩემთვის ეს ჩემი მდგომარეობა, ეხლანდელი მდგომარეობა გახდა სტიმული ჯანსაღი ცხოვრების. გახდა ახალი მიმართულების. ახალი კოლექციებით დაბრუნების. ხო, იმიტომ რომ მე როდესაც პირველი ვლოგი ჩავწერე, მე ვთქვი, რომ ეს ვლოგების სერია იქნებოდა, ეს არ იქნებოდა ერთჯერადი და ეს ასეც იქნება. მე მოვყვები, რას გავდივარ, რა გზას გავდივარ, როგორ ვიყვებები, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომ მოხდა ღვიძლის ამ დონეზე დაზიანება. იმიტომ რომ 25 წელია ღამე არ მძინავს. იმიტომ რომ 25 წელია მე ვიძინებ დილის 6 საათზე და 7 საათზე. იმიტომ რომ საკუთარ თავს ძალიან ბევრი დავუშავე ამ ყველაფრით. და ეს გახდა ერთგვარი мотивация, რომ აი ეს მარათონი შეიქმნას, გამომყვეს ადამიანები და ამას მივაბა სპორტული ხაზი. ხო გეუბნები, ყველაფერში რესურსს ხედავ, ყველაფერში გამოსავალს ხედავ. მაინც მიდის ყველაფერი ბრენდისკენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გეგმები შეიცვალა, აი ყაზახეთში ვერ წავედი, ვემზადებით ახლა ჯორჯან ფეშენ ვიკისთვის. არ გავჩერდები, უბრალოდ
წარმატებები და პერიოდი გვინდა რომ ეს მარათონიც იმედია და ღვთისწყალობით გადაიქცევა ახალი კოლექციების შექმნის მიზეზად. სოფიო, გადაცემის ბოლოს ჩვენ გვაქვს საინტერესო სახალისო ბლიცი. და მარტივად შეგეძლიათ, ან ის არის აირჩიოთ. მილანი თუ პარიზი? პარიზი რა თქმა უნდა. ტრენდულობა თუ სტილი? სტილი რა თქმა უნდა. რომ არა დიზაინერი, რა პროფესიას აერჩევდით? ხატვარი ვიქნებოდი. ხო, ამასთან დაკავშირებით კიდე 1-2 სიტყვით რო გითხრათ, იმიტომ რომ როგორც ამ გადაცემის ჩაწერამდე ვისაუბრეთ, ხატვასთან მიმართებაში გაქვთ გარკვეულწილად გარკვეული გეგმები. ხო, არ გაგვანდობთ რა იქნება მომავალში? პირველი გამოფენა აუცილებლად იქნება 60 წლის თავზე. 60 წლის თავზე. ეხლა 50 წლის ხდება სექტემბერში და აუცილებლად ეს გრანდიოზულად უნდა აღნიშნო და აი 60 წლის თავზე ვიძლევი პირობას, 10 წლით მერე წავედი, ხო ხედავ უკვე დავგეგმე რომ 10 წლის შემდეგ მექნება პირველი კოლექცია. პერსონალური გამოფენა. წარმატებები. როგორ აღწერ შენს ბრენდს ერთი სიტყვით? ენა. ვის დიზაინს არ ჩაიცმევდით არასდროს? რომელშიც არ არის სული. რომელიც არ არის ინდივიდუალური და რომელიც არ საუბრობს. დიზაინერი, რომელიც გადაფასებულია. არსებობენ. ზედმეტად ხო, ესეთია. ზედმეტად კრიტიკულია და ოკეი. მე ვერ გადავაფასებ. კლიენტი ყოველთვის მართალია? როგორ გითხრათ, აბა? ყოველთვის ვერ იქნებით მართალი, ვერც თქვენ, ვერც მე.